სქესის შეცვლის ოპერაცია და პრეცედენტული საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკის სასამართლომ ქირურგსა და ფსიქოლოგს, რომლებმაც 16 წლის გოგონას მკერდის მოკვეთა გადააწყვეტინეს, პაციენტისთვის 2 მილიონის გადახდა დააკისრა. თამარ გოცირიძის სიუჟეტი. ამერიკის სასამართლოებში არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის მიზნით შეუქცევადი სამედიცინო ჩარევის გამო ათობით სარჩელია შესული. პირველი ისტორიული პროცესი ფოქს ვარიანის საქმეა. 16 წლის გოგონას, რომელიც თავს ბიჭად მიიჩნევდა, მკერდი მოკვეთეს. 22 წლის ასაკში კი ვარიანმა სქესის შეცვლა გადაიფიქრა და ექიმები დაუდევრობაში დაადანაშაულა. ფსიქოლოგმა მოახდინა ზემოქმედება. დედას უთხრა, რომ შვილი თავს მოიკლავდა თუ ოპერაციას არ გაუკეთებდნენ. არადა მას ახლა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ნიუ-იორკის სასამართლომ ქირურგი და ფსიქოლოგი დამნაშავეცნო და პაციენტისთვის 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. კიდევ ერთი პაციენტი ხლოი კოლია, რომელსაც ოპერაცია 15 წლის ასაკში გაუკეთეს. $2 მილიონი არ არის საკმარისი მზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც ექიმებმა ჩვენს თაობას მიაყენეს. ფიქრობ, კარგი პრეცედენტია სასამართლოში შეტანილი კიდევ 28 საქმისთვის. ბავშვები არ არიან მზად, ოპერაციებზე გადაწყვეტილება მიიღონ, შემდეგ კი გაუმკლავდნენ შედეგებს. ბავშვების ასეთი დაზიანებისათვის პასუხი კლინიკებმა უნდა აგონ, ექიმები კი ციხეში უნდა ისხდნენ. შეერთებულ შტატებში 2016 წლიდან 4 წელიწადში 4000-ზე მეტმა გოგონამ სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურები ჩაიტარა. ოპერაციები უკეთდებოდა 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს. მათი დიდი ნაწილი დღეს უკვე ამბობს, რომ სამედიცინო ჩარევა მათი ფსიქიკა და ჯანმრთელობა შეუქცევა და დააზიანა. ამერიკის პლასტიკური ქირურგების საზოგადოება ახალ ანგარიში 19 წლამდე სქესის შეცვლის პროცედურების აკრძალვას ითხოვს. ახალგაზრდებში სქესის შეცვლის მთელი პროცესი, მათ შორის ჰორმონოთერაპია, სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. ჯანმრთელობისთვის მისი სარგებელი უკიდურესად გაურკვეველი და საეჭვოა. ეს ყველაფერი სამედიცინო ეთიკის ნორმების დარღვევაა. პლასტიკური ქირურგების ასოციაციის ანგარიში მოიწოდა თეთრმა სახლმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მავნე ტრანსგენდერული იდეოლოგიის აღმოფხვრას და ბავშვებზე ექსპერიმენტების აკრძალვას ემხრობა. მინესოტის უმსხვილესმა ბავშვთა საავადმყოფომ არასრულწლოვანთათვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებისა და სქესის შეცვლის ჰორმონების გამოწერა შეწყვიტა და შეუერთდა იმ დაწესებულების მზარდ სიას, რომლებმაც ტრამპის ადმინისტრაციის წნეხით უკან დაიხიეს. არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის სამედიცინო ჩარევა ამერიკის 27 შტატის ათობით საავადმყოფომ აკრძალა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამ ფაქტს ბიოლოგიური ჭეშმარიტების გამარჯვებად აფასებენ და ამბობენ, რომ ანალოგიური აკრძალვა მთელს ამერიკაში უნდა ამოქმედდეს.